შეწყვეტს თუ არა პირველი კავკასიური მაუწყებლობას ტელეკომპანია პიკის თანამშრომლები არხში შექმნილ ფინანსურ პრობლემებსა და მოსალოდნელ დახურვაზე საუბრობენ. უკვე რამდენიმე საათია ტელევიზიაში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. პიკის თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან აპირებენ შეხვედრას. ამ წუთებში ტელევიზიასთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ფუტკარაძე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვით. გიორგი, რა ხდება პირველ კავკასიურში? დიახ, თამთა, უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის პირველი საინფორმაციო კავკასიურის დახურვის თაობაზე, თუმცა არხის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდა. ახლა ამ წუთებში თანამშრომლები იმყოფებიან ტელევიზიის შენობაში და ისინი ელოდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძეს. ისინი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ნაწილს სახელფასო დავალება აქვს და ელოდებიან კუთვნილ ხელფასებს, ასევე უნდა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლევან გახელაძესა და ტელეარხის ხელმძღვანელ ალექსანდრე ფარულოვას შორის გაიმართება, უნდა გაირკვეს საბოლოო ჯამში რა გზას დაადგება ეს ტელეარხი. ველოდებით, რომ ჩვენ მივიღოთ გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კონკრეტული არხი, რომელსაც შესრულებული აქვს საკუთარი ვალდებულებები, არ დაიხურება არც ნიუსი, ასევე არც პროდაქშენი და ჩვენ ჟურნალისტები თავისუფლად გავაგრძელებთ საკუთარი საქმიანობის შესრულებას. მე ვფიქრობ, რომ ესეთი შემთხვევა ვიმედოვნებ და დიდი იმედი მაქვს, რომ არ დადგება, იმიტომ თუ ეს შემთხვევა დადგება, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მე უნდა ჩაერთვენ კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც გაარკვევენ თუ რის გამო გვიზღუდავენ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ კი პრობლემები არ გაირკვევა და არ მოგვარდება, ტელეარხის თანამშრომლები აპირებენ 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვება გაუშვან საპროტესტო ფორმით ეთერში, ეს იქნება მდუმარე საინფორმაციო გამოშვება. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ტელეარხი უკვე რამდენიმე დღეა სატელიტზე ვეღარ მაუწყებლობს და მისი სიგნალი გათიშულია. ტელეკომპანია პირველი საინფორმაციო კავკასიური ფინანსდება ბიუჯეტიდან და მისი დაფინანსება მიმდინარე წელს შეადგენდა 14 მილიონ ლარს. ჩვენ ველოდებით ბატონი ლევან გახელაძის მოსვლას, რათა შევძლოთ და შემოგთავაზოთ მეორე მხარის კომენტარი. პირველ კავკასიურში შექმნილ პრობლემებზე გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.